მოვედი ხალიბის რკინაში ისევ, ესე იგი მე და კახა ძალიან დავმეგობრდით. კახა, ესე იგი მე რა მინდა კითხე იცი, აღთვალანებული ვარ შენი ამ ნაკეთობებით, რაც აქ არის. მე მარტო სიმართლე გითხრა, თუ მაგსად მე ეკრანზე დანახი, თორე ისე რომ აი ესე მივსულიყავი და აი ესეთი სილამაზეები მე ნახოს, ხო, ალბათ ბევრს გინახიათ, რომ ეს სადღაც საზღვარგარეთ ვიღაც აკეთებს და ასე შემდეგ და თურმე შესაძლებელია ჩვენთან გაკეთდეს, განახეთ სად არის, აი ეს არის ხალიბის რკინა, ესე იგი დიდუბეში გორგიასთან ახლოს, აი ეს გამოჩნდეს ნომერი და იმახსოვრეთ, პრინციპში მომნიშნავ კიდევაც ხალიბის გვერდს და თქვენ თვითონ მესე, ეხლა რამოდენიმე კითხვას დავუსვო, რაც მე მაინტერესებს, ალბათ თქვენს გაინტერესებთ. ესე იგი, ახლა პირველ რიგში მაინტერესებს რამდენი დრო სჭირდება ამის დამზადება აი ამ სილამაზის? ეს სადღაც 4-5 თვე ჭირდება ესეთ მდგომარეობაში როგორც არის. ეხლა მე გაჩვენებთ ეს რაშიც შეცკლინთება არის 4 მმ სისქის თვითონ კარტაში და მაგიტა არის 3 მმ-იანი სისქის. ეს არის 100 გრადუსიანი ცეცხლგამძლე საღებავით შეღებილი, ეს ლამაზად დაძველებულია, ესეც ცეცხლგამძლეა, უძლებს ტემპერატურას. და რაც მთავარია, ხალხს აინტერესებს ფასი. მე რამდენადაც ვიცი, რომ ჩვეულებრივ მომხმარებლისთვის ერთი ფასია, მაგრამ თუ არის შენი გამომწერი, იმისთვის სხვა ფასია. მოდი ჯერ დაიწყე იმით, ჩვეულებრივი რა ფასია? ჩვეულებრივი ღირს 3000 ლარი, ჩემ გამომწერისთვის 2000 ღირს და დღეიდან თქვენ გამომწერისთვისაც 2000 ეღირება თუ მე დამირეკავ. ახე, გამხელა ის არის. არაფერს. რაზეა ლაპარაკი. მაგრამ ამხელა შეღავათი ძალიან მაგარია. გაცნობთ რომ კახა ახლა ცდილობს რომ აუდიტორია ააგროვოს და ეს აქციები დიდხანს არ გაგრძელდება, იმიტომ რომ რაღაც ბევრი რო ეყოლება, მე ხო რაღაც უნდა ეს ფასდაკლებები ხო? ამიტომ მოასწარით, გამოწერით კახას გვერდი და შევუკვეთეთ. კიდევ ბოლო სიტყვა. ბოლო სიტყვა სხვა რაღაც ლამაზი ნაკეთობები გვაქვს, მარტო ეს არ არის. აქ ლაზერზე მოაჯირებს ვაწყობთ, ეზოს სკამერებით გვაქვს. აი ესეთი ყავის დასამები სკამი არის, ამ მაგიდას თავს ახურავს კლიენტის გემოვნების მიხედვით ლაზერზე ვჭრით. და რა მაინტერესებს? ამ ყველაფერზეც აღწელდება ეს ფასდაკლება? ყველაზე ვრცელდება. ოღონ თუ დროულად გადმოგვიწერენ და დაგვირეკავენ და მოგწერენ. კი, მე მგონი ამ ვიდეოს მერე კახას გამომწერების რაოდენობა ძალიან მალე მოიმატებს, ასე რომ ვიჩქარეთ. ეხლა ისეთი პერიოდი დაგვიდგა, რომ ყველას აგარაკებზე გვინდა გასვლა, იქ სოფელში ჩასვლა ის და გვინდა ესეთი სიმყუდროვი, ხო? ეხლა ბევრია რომ ქალაქშიც აქვს დიდი აგარაკები, პრობლემა არ არის, მაგრამ ამის და მიუხედავად შეუძლია კახას გააკეთოს ნებისმიერი ნაკეთობა, რასაც ნახავთ ინტერნეტში, ნახავთ დასკრინავთ თუ სურათი აჩვენეთ და ერთ-ერთში დაამზადებს. ხო შესაძლებელია? ყველანაირი ნაკეთობა, ლაზერი გვაქვს, სკელითონებს ვჭრით, სადღაც 3 სანტიმეტრიდან ბიბოჩნი გვაქვს, თერმული ღებვა გვაქვს და რკინის სხვადასხვა ნაკეთობებს ვაკეთებთ. კარები იქნება, ჭიშკარი იქნება თუ ნებისმიერი, რასაც კლიენტი მოინდომებს და მოისურვებს. მოკლედ, კახა შეუძლია რკინისგან გააკეთოს პატარა თაგვის სახლიდან დიდ სასახლემდე. ასე რომ დაუკავშირდით.